აა აი დღეს ვისაუბრებთ NiBice-ზე და support vector machine-ებზე, ანუ SVM. მაგისთვის ვont ჯერ დავიწყებ ცოტა მიმოხილვას კაი, ედმით დააწვევი ხოლმე, ხო? სადო. კი, მევიზო. კაი, მადლობა. ხო. ნუ რა მეკითხა თუ გქონდეთ, პირდაპირ მითხარით რა, ანუ მაგის ხელსაწევა და რაღაცებს ნუ დავაწვევით, იმიტომ რომ შეიძლება გამომრჩეს ხოლმე არა. არ მოვაქცია ყო რა თქმა. კაი, ნუ დავიწყოთ ახლა ცოტა იდეურად რა, განვარტოთ რაღაცები. ნუ ხო, NiBice-ით დავიწყებ, მე support vector machine-ზე გადავალ, მაგრამ მაგისთვის ჯერ ზოგადად განვარტოთ ორი ტიპის მოდელები. ერთი იყოს გენერაციული მოდელები და მეორე იყოს დისკრიმინატული მოდელები. რა არის მიზანი გენერაციული მოდელების? გენერაციული მოდელების მიზანი არის, რომ გავიგოთ რა არის PXY, ანუ joint distribution რა. ანუ Y იყოს კლასები სიტყვაზე, X იყოს რაც ფიჩერები. ნუ შეიძლება რაღაც Y იყოს ძაღლია თუ კატა, კლასი და X იყოს ფოტოები. ყველაფერი შეიძლება იყოს რა. ნუ ჩვენი მიზანია რომ ეს დავამოდელიროთ. PXY ეს joint distribution რეალურად არის PY ჯერ PX condition-ში Y. ან PY-ს ვეთახით prior distribution-ს ხოლმე და ნუ ესა class conditional distribution. ნუ ახლა იდეურად რა შვება ეს? ნუ ცდილობს რაც მონაცემები რო აქვს მაგალითად კატის, შეისწავლოს ამ კატის თვისებები, მახასიათებლები და ნუ ეგ მახასიათებლები გამოვიყენოთ მე რაიმენაირად კლასიფიკაციისთვის. ნუ ახლა კლასიფიკაციაზე საუბრობ საბოლოოდ მაინც. ნუ კლასიფიკაციისთვის ჩვენ რა გვინდა? ჩვენ გვინდა რომ რეალურად დავამოდელიროთ PY condition-ში X და არა პირიქით. და მაგისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ, ნუ გამოვიყენოთ Bayes თეორია. რაც გვეუბნება რომ ნუ PY condition-ში X არის PXY გაყოფილი PX-ზე. PX-ის გამოთვლა კიდე შეგვიძლია უბრალოდ მარგინალიზაციით რაც არის რომ ანუ ეს PXY თუ გვაქვს PX გავიგებთ რომ ინტეგრალს დავთვლით უბრალოდ dy-ით PXY-ზე. ესენი ახლა იდეურად ვსაუბრობ რა არის, რომ ვიცოდეთ განსხვავება უბრალოდ. მე უფრო გასაგები შეიძლება გახდეს თუ ახლა არ გესმით რამ. ნუ ხო, ამ შემთხვევაში ესე იგი ვამოდელირებდით რაც რეალურად PY და PXY უნდა ვიცოდეთ რა არის და გვეცოდება ვაფშე ყველაფერი მთელ დატაზე. ანუ თუ სემპლინგი მერე მარტივი იქნება, დაგენერირება შეგვეძლება დატის და ასევე კლასიფიკაცია შეგვიძლია. ანუ ყველაფერს სწავლობთ რა. თუ დატის სტრუქტურას სწავლობ ასე თუ ისე. ეგრე რომ მოვუდგეთ. ახლა გადავიდეთ დისკრიმინატულ მოდელებზე. ამ მოდელებს რეალურად ან თავი მიზანი არის რომ უბრალოდ გავიგოთ რა კლასი არის, ანუ რაც დატა რო გადმოგეცემა, რომელ კლასს მიეკუთვნება. ანუ შენ აქ არ სწავლობ რაღაც ფიჩერებს არ სწავლობ likelihoods დატის, ანუ რაღაც მაგალითად ანომალიის დეტექცია თუ გინდა, რომ რაღაც განსხვავებული დატა ხო არა მაგალითად რა, ეგ იპოვა, მაგას არ სწავლობ აქ. აქ უბრალოდ სწავლობ იმას, რომ გაყო მონაცემები, რაღაცა plain-ით ან რაღაც სხვადასხვანაირად. ნუ შენ არ გაინტერესებს X-ებს შორის დამოკიდებულება ერთმანეთისადმი. შესაბამისად ხო, ნუ ეს უფრო რაღაც მარტივ ტასკად ითვლება ასე თუ ისე. ხო. ახლა რა პრობლემა აქვს პირველ ანუ ამ იმას რა ქვია, გენერაციულ მოდელებს. გენერაციული მოდელების თუს აი პარამეტრების რაოდენობა, ნუ ჯერ რა პარამეტრები რა არის, ეგ რო გავსაცხლოთ რა. ანუ აი
იმებში რა ქვია, ალბათობის ლექციებში შეგვხვდებოდათ რა სხვადასხვა დისტრიბუციები, ხო? იყო ბერნულის დისტრიბუცია, იყო გაუსიანის დისტრიბუცია მაგალითად და ასე შემდეგ. და მაგალითად ბერნულის დისტრიბუცია სჭირდება ერთი პარამეტრი, რომ განისაზღვროს. გაუსიანს სჭირდება ორი პარამეტრი, საშუალო ვარიაცია. და ჩვენ შეგვიძლია, ანუ ეს პარამეტრი ნიშნავს, რომ დისტრიბუცია რო განსაზღვროთ, რამდენი რეალური ნამდვილი მნიშვნელობა გვინდა, ანუ რამდენი რიცხვი გვჭირდება რა. მაგალითად, და ეხა აქ რა არის, რომ რადგან გვინდა რომ ეს განსაზღვროთ, რაც x1, x2, x3 ან რაც xn-მდე condition-ში y, ამისთვის გვჭირდება ჩვენ ძალიან ბევრი პარამეტრი რეალურად, რომ სრულად განსაზღვროს ეს სფერო რა. და ხო, ეს არის რაოდენობა და m ხარისხადენი, ან აქ ვამბობთ, რომ მოდი x-იური სქონდეს m განსხვავებული მნიშვნელობა და ჯამში იყოს n ცალი. ანუ x-ების რაოდენობა n იყოს. და კლასები გვაქვს c რაოდენობის. მაგ შემთხვევაში c ჯერ m ხარისხად n - 1 გამოდის. ეს მარტივად ითვლება, რომ რამდენი ვარიანტია რა x1-ების და აქ მეერე ძალიან ბევრი გამოგვდის რა. ხო, ეგ პრობლემაა. ესე იგი გამოდის, რომ ბევრად უფრო რთული არის რეალურად ამის მოდელირება რა. ბევრი ინფორმაცია გჭირდება პარამეტრებში რო ქონდეს შენახული. ხო, ეს რა ვინმე თუ იცით რაც ავტორეგრესიული მოდელები, LLM და ასე შემდეგ, რეალურად px1, x2, xn იშლება ამად და ეს იმენტოლობა რა. და ეს არის უბრალოდ რა, საბოლოოდ ავტორეგრესიული მოდელის მოდელირება არის რა ამ ფორმით. ახლა გადავიდეთ დისკრიმინატორზე და კი არა იმას, naive-bayes-ზე და ნახოთ რა მოიფიქრეს იმისთვის, რომ ეს complexity რაც აქვს, რომ ბევრი პარამეტრი გინდა, იქ მოვსპოთ. მაგისთვის გააკეთეს, მოიფიქრეს ეგეთი რამე, რომ მოდიო, ეს complexity საიდან მოდის, რომ ყველაზე დამოკიდებული რა, x1, x2-ზე, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და. მოდი გავაქროთო და დავუშვათ ეგეთი რაღაცა, რომ x1, x2, x3 და x4 არ არის ერთმანეთზე დამოკიდებული, ანუ მარტო y-ია დამოკიდებული x1-ზე, x2-ზე და y რა. შესაბამისად, აქ რო გქონდა ეს გაშლა, რომ x1 y-ში x2 x1 და y და ასე შემდეგ, ეს გამარტივდა ბევრად რა. და ამან გააქრო ეს ექსპონენციალი რაც იყო. ეხლა რას ნიშნავს საერთოდ ეს რა, ან რას შეგვიძლია გამოვიყენოთ? ანუ აქ წერია, ხო, რამდენად ამცირებს რა. ანუ საბოლოოდ ვიღებთ n ჯერ c და ანუ m-1. ასე საერთოდ. ახლა როგორ, ანუ რეალურად რას ნიშნავს ეს ყველაფერი და როგორ ვიყენებთ naive-bayes-ის მთელი გამოყენება როგორ ხდება რა. ჩვენ თუ შეგვიძლია, ხო, ანუ როგორც თქვი, თუ შეგვიძლია ჩვენ ვიცოდეთ რა არის, აქ იყო, ხო. ლეში დამეგარგა სადაც მეწერა. ანუ იმას თუ გვაქვს ეს px y შეგვიძლია გავიგოთ ასევე რა არის py-x მარტივად. შესაბამისად, ანუ naive-bayes-ი არის უბრალოდ სტატისტიკური მეთოდი, ასე რომ ვთქვათ, გვაქვს რაღაც მონაცემები, მაგალითად სპამის მაგალითი რო ავიღოთ რა, რომ რაც გვაინტერესებს ტექსტის სპამი არის თუ არა. ამ შემთხვევაში ვაკეთებთ ეგეთ დაშვებას, რომ ჯერ სატრენინგო მონაცემები გვაქვს.
სატრენინგო მონაცემებიდან უნდა ავიღოთ ჩვენ უნდა სიტყვებში უნდა შევსამოთ რაღაცა რიცხვები, ხო, პირველ რიგში. ეგ გამოდის, რომ აი აქ რომ ამბობდით რაც x1 იყოსო m განსხვავებული მნიშვნელობა კონდესო, ну, ექნება რაღაც მაგალითად 100 სიტყვა თუ არის სულ 100 განსხვავებული მნიშვნელობა ექნება. და მე რო ვაკეთებ ეგეთ რამეს, რომ ну, supervised learning-ი არის. შესაბამისად, გვინდა რა სატრენინგო რა მონაცემები. ეგ მონაცემები შეიძლება იყოს, ხო, ну, რა სპამი არის, არ არის. რაც ერთი ტექსტი და ერთიანი ან ნულიანი. ანუ კლასი გვაქვს ორი კლასი. და ხო, ну, აქ რადგან ვამბობთ, რომ ანუ ენები დამოუკიდებელია, შეგვიძლია უბრალოდ დავთვალოთ სპამი რო იყო, რა სიტყვები იყო ნახსენები, მაგათი ალბათობა, ეგენი გავამრავლოთ ერთმანეთზე და მივიღებთ საბოლოოდ და ნუ მე გავამრავლოთ PY-ზე და მივიღებთ PYX. კაი. ამ ნაწილზე აქ რაც ვილაპარაკე ჯამში, რამე კითხვები ხო არ გქონდა? არა. არა, ოკეი. ხო. ну, აი რა მაშინ NiveJS მარტივი რამე არის, ხო. რამდენად კარგია, ხო, ну აქ ერთ რაც დამავიწყდა სლაიდებზე წერია. ეგ არის რომ ну რადგან ანუ ნახულობ ჩვენ სპამში მაგალითად x2 იყოს რაიმე სიტყვა და y იყოს რა სპამში არის ნახსენები თუ არა ნახსენები. თუ გვაქვს ისეთი სიტყვა რომელიც სპამში ვაფშე არასდროს ნახსენები რა. მაგრამ დანარჩენი ძალიან ბევრჯერაა სპამში ნახსენები. ეგ გამოიწვევს რაღაც პრობლემას. ну ეგ პრობლემა იქნება ის, რომ ეს რიცხვები ერთთან ახლოს იქნება დანარჩენები ყველა და ეს იქნება 0. და რო გამრავლდება ერთმანეთზე, მივიღებთ 0-ს. ანუ და რაღაც მომენტში არაა სწორი, რომ აი ეს თლიანად გავაკროთ რა იქ ყველა ინფორმაცია რაც გვქონდა მაგამდე. აქ და ხშირად აკეთებენ ხოლმე ლაპლასის smoothing-ი ქვია. და მთელი მუღამისაა, რომ უბრალოდ სტატისტიკებში ყველა სიტყვას ერთი დავუმატოთ რა. ანუ ჩავთვალოთ, რომ რაღაც ეს x2 რა სიტყვა რაც იყო, მაგალითად, იყიდე, სპამში არ იყო ვაფშე ნახსენები და ეხლა ვთქვათ, რომ ეგ ერთხელ არ ნახსენები და დანარჩენები რაც ნახსენები იყო, ეგენი ნუ პლუს ერთხელ არ ნახსენები რა. მაგით ავიცილებთ იმ პრობლემას, რომ ну აღარ გვექნება ის რა ქვია ნულზე გამრავლება და რაც ნული აღარ იქნება ჯამში რა. და ნუ შეგვიძლია მე ლოგარითმით მოვდოთ რომ რაც ძალიან პატარა რიცხვები არ იყოს რა. ანუ ეს 0 რაღაცები ბევრჯერ რო გამრავლდება, თუ დიდი ტექსტი არის, ну საბოლოოდ რაც ანუ ეს floating ოპერაციებს ხო თავის მინიმალური რაღაცა აქვს რომ ეს რეალურად ვერ აიღებ მაგ რიცხვს მე precision. და შესაბამისად საბოლოოდ რაც ნულიანს მიიღებ მაინც რა, ანუ აი გაქრება რა ეგ რიცხვი ხო და ეგ რადგან არ გვინდა ლოგარითმი მაგას ასტაბილურებს საბოლოოდ რა და შეგვიძლია ეგეთ დროს უბრალოდ რაც ლოგარითმი მოვდოთ ამას და log py condition-ში x-ი დავთვალოთ ხოლმე. კაი. ეს ხო NiveJS-ი ну მარტივია შედარებით. გადავიდეთ SVM-ზე, support vector machines. ну აქ SVM-ი შეგვიძლია გავყოთ ორი ნაწილად. ну პირველი ნაწილი არის რომ ჩავთვალოთ, ну data არის, ან კლასიფიკაციის მოდელია ხო, ჯერ მაგენ დავიწყოთ. დისკრიმინატული მოდელი არის. ანუ ევალება რომ data გაყოს ორ ნაწილად. არის supervised learning ალგორითმი, შესაბამისად გვჭირდება მონაცემები რომ ხო მონაცემები
კლასებთან მიმართებაში რა. x-ებს რა y-ები აქვს. და ეხლა შეგვიძლია დავიწყოთ ეგეთი რაღაცით, რომ რეალურად ეს გამყოფი ზოლი, რაც არის აქ რა, ბევრნაირად შეგვიძლია ავიღოთ. ეს ჩვეულებრივ რო ვარჩევდით რა, შეიძლება ესე იყოს რაც ჩამოსმული ასე რომ ვთქვათ ხაზი. ან ესე იყოს გავლებული ხაზი. ვიდეო მოგვის კურსორს ხედავთ. ანუ სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს ხაზი გავლებული. და ეხლა ყველაზე კაი რეალურად თვალით ხვდებით ხოლმე რომ რაღაცა აი აქ რაც აი მწვანე გავლებული ეგ არის. მაგის მიზეზი ანუ რეალურად ისაა რომ ისინი მონაცემებთან ახლოს არის რა. ანუ ეს ერთ მონაცემი აქეთ რო იყოს და თითქოს უკვე სხვა კლასს მიეკუთვნება რა და ჩვენ გვინდა რომ ყველაზე მეტად ანუ ისეთი პლეინი ვიპოვოთ რომელიც ყველაზე მეტად ყოფს დატას. ანუ გვინდა რომ აი ეს მარჯინი რაც არის იყოს მაქსიმალური ამ კლასებს შორის რა. ეგ არის იდეურად support vector machine-ის მიზანი რა გვინდა რომ გავაკეთოთ. კარგი, ეხლა მათემატიკურად რა ხდება, რას ვამოდელირებთ. ჩავთვალოთ რომ ლეიბლები არის -1 და 1. და შესაბამისად ჩვენ სატრენინგო ჰიპოთეზა არის რომ ან ეს წონები გავამრავლოთ x-ზე და დავამატოთ bias. და საინი ნიშნავს რომ თუ 1 არის, ანუ თუ დადებითი არის შიგნით რაც წერია. მაშინ +1-ზე გავამრავლოთ და თუ არ ყოფთია -1-ზე გავამრავლოთ. ამას მე loss-ში გამოჩნდება რაც იდეა რა არის მაგის. ეხლა შეგვიძლია ხელხანი გადავდოთ გვერდს. ეხლა გვაქვს რაც y-ერთები არის, როგორც თქვი, ან 1 ან -1 რა. შესაბამისად განვმარტოთ რა არის გეომეტრიული დაშორება გამყოფ ზოლსა და ჩვენ სატრენინგო მონაცემს შორის. ეგ დაშორება არის ამ ფორმულით მოიცემა. ამას ჯამში ქვია ამას გეომეტრიული დაშორება და ზედა ნაწილს ეძახიან ხოლმე functional დაშორებას, ფუნქციური დაშორება. და ამაზე ვყოფთ, რადგან რეალურად რაც ზე რო გავამრავლოთ weight-ები და bias-ი, ჩვენი მიზანია რომ იგივე მარჯინს ვიღებდეთ რა. და ანუ რეალურად არ უნდა იცვლებოდეს მაგ დროს მარჯინი, რადგან ანუ იგივე output-ია რა. ეს მაინც პოზიტიური იქნება. თუ პოზიტიურია და კონსტანტაზე ვამრავლოთ და თუ ნეგატიური, მაინც ნეგატიური იქნება რა. და ანუ ამას ვასქეილებთ იმით რომ ვყოფთ weight-ების ზონას. weight-ების დისტანციაზე. ეს რატო ესე სამტკიცება აქვს თავს და მაგას რა დიდად არ გვაინტერესებს ეგ. ეხლა რა არის ჩვენი მიზანი? როგორც თქვი, ჩვენი მიზანი არის რომ ეს ბევრი მარჯინი ხო არის, ანუ რა სატრენინგო მონაცემები ბევრია რა. მაგ მარჯინებიდან მინიმალური მარჯინი რო ავიღოთ და ვიპოვოთ ისეთი weight და bias-ი, რომ მაგის მაქსიმიზაცია მოვახდინოთ. ანუ მაგალითად ყველაზე ახლოს რაღაც ზოლი გვაქვს ხო ახლა? ყველაზე ახლოს არის x1 და გვინდა რომ ეს ზოლი ისე შევცვალოთ, რომ რაც შეიძლება გაიზარდოს ეს დაშორება. არა, მარტო გაზრდაც არ გვინდა ხო? ანუ ეს რაც უნდა იყოს რეგულარიზატორი რეალურად რა. იმიტომ რომ საბოლოოდ ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს რომ რაც უბრალოდ გავაზარდოთ ეგრე რაც უბრალოდ რაც შორსავა ხო? ანუ ეს გამყოფი ზოლი და არაფერი კავშირში არ იქნება კლასიფიკაციასთან. შესაბამისად ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა მარტო ეს, არამედ თვითონ კლასიფიკაციაც. და loss-ი შეგვიძლია განვცეთ ასეთნაირად. დავიწყოთ პირველი თერმით. ან ჩვენ შეგვიძლია ეგეთი რაღაც დავაძალოთ, ასე რომ ვთქვათ, მოდელს.
რო გააკეთოს რა აი ეს ნაწილი W და transposed x იური plus b იყოს ყოველთვის მეტიანტოლი 1-ზე. ამით რა ხდება? თუ ეს ყოველთვის იქნება მეტიანტოლი 1-ზე და ამას გავაკეთებთ რეალურად იმით, რომ რაც ანუ ამ მინიმალურს რო ავარჩევთ, შეგვიძლია უბრალოდ კონსტანტაზე გავამრავლოთ, იმიტომ რომ ეს მაინც იგივე იქნება, ხო? და ან უბრალოდ ამის მინიმალურს ავარჩევთ ზედა ნაწილს. და ისეთ კონსტანტაზე გავამრავლებთ, რომ 1-ზე მეტიანტოლი იყოს რა. ან თუ არ ყოფთია -1-ზე ნაკლებიანტოლი. ხო, ნაკლებიანტოლი. და ნუ მაგას როგორც გუშვებთ, შესაბამისად მთელი ტასკი დადის იქამდე, რომ ზემოთ რადგან რაც 1-ზე მეტიანტოლი რიცხვი გვაქვს, ქვემოთ უნდა გქონდეს რაც შეიძლება პატარა weight. ანუ რაც 5 რო გავყოთ რაც შეიძლება პატარა რიცხვზე, მივიღებთ მაგის მაქსიმალურ მნიშვნელობას, ანუ რაც ეგეთი მაგალითი რო წარმოვიდგინოთ რა. ნუ ხო, შესაბამისად აქ ვაკეთებთ მაგას, რომ ვცდილობთ ამის weight-ის მაქსიმიზაციას. და კი არა, მინიმიზაციას უფრო საერთოდ. და 1/2 არის უბრალოდ კონსტანტა. ანუ ეს იმიტომ წერია, რომ რეალურად რო გავაწარმოებთ ორიანი აღარ წერს ამას წინ, ანუ მეტი სხვა დატვირთვა არაფერი არ აქვს. ეხლა რაც შეეხება მეორე ნაწილს. ანუ ეს არის რეგულარიზაციის თერმი არის ჩავთვალოთ. მეორე ნაწილი არის hinge loss. აქ არის უკვე სადაც სწავლება ხდება, როგორ გაყოს თვითონ data. ნუ ეს არის ხო რა, კონსტანტა რო რამდენად დიდი ყურადღება მიაქციოს თვითონ ამ ნაწილს. და აქ რა ხდება? ნუ დავუშვათ ორი ვარიანტი გავაკეთეთ რა. ერთი იყოს რომ მოდელმა გამოიცნოს სწორად მნიშვნელობა და მეორე იყოს რომ ვერ გამოიცნოს სწორად მნიშვნელობა. ანუ ტრენინგის დროს რეალურად რა უნდა შეიცვალოს რა. თუ სწორად გამოიცნო მნიშვნელობა, მაგ შემთხვევაში რაც სიტყვაზე y-იური თუ იყო 1 და სწორად გამოიცნო ეგ ნიშნავს, რომ შიგნით რაც წერია, ეგეც არის დადებითი. და თუ დადებითია, მაშინ გამოდის, რომ რაღაცა და თან არის 1-ზე მეტი. და თუ დადებითი და 1-ზე მეტი არის, შესაბამისად გამოვა, რომ ეს მნიშვნელობა არის ნულიანი. მეორე შემთხვევაში კიდე ნუ ხო, თუ რაც -1 არის, -1 გამრავლდება აქ რაც -1-ზე და კიდე იქნება ის რა ქვია. უარყო, ხო. კი, ხო, კიდე იქნება 0 ეს ჯამში მნიშვნელობა. იმიტომ რომ ხო, მაქსიმალური ეგ იქნება. შესაბამისად, რას ვაკეთებთ ახლა მაგით რა, რომ რადგან ამ მნიშვნელობას ვიღებთ ნურს, ამას რო გავაწარმოებთ weight-ის მიხედვით და bias-ის მიხედვით, დაგვიჩნდება 0. და ნუ ეგ გვინდა რეალურად, რომ რაღაცა სწორად რო ვაკეთებთ, მაშინ მოდი არაფერი არ შევცვალოთ ჩვენ. მაგრამ რა ხდება ახლა, როდესაც რაღაცა ეშლება, რაღაცა რო ეშლება, მაგ შემთხვევაში უკვე მაქსიმალური 0 აღარ იქნება, მაქსიმალური იქნება ეს მნიშვნელობა. ამ მნიშვნელობას გავაწარმოებთ და ნუ შევცვლით მაგის მიხედვით წონებს, ა? ეგ არის მიზანი, რა უნდა გავაკეთოთ. ახლა გადავიდეთ, ნუ ამ თემაზე რამე კითხვა ხო არ გქონდა ჯერ? აი, როდესაც სწორად ვერ გამოიცნო. ანუ 0 არის და მეორე ვარიანტი. აი, თავიდან ახსნათ შეგიძლიათ? კი, ანუ ვერ გამოიცნო სწორად, მაშინ რა ხდება? მაშინ ხდება, ნუ მანდაც ორი ვარიანტია ხო, რაც y1 იყოს, y-იური იყოს, მაგალითად 1. ანუ რაც 1 უნდა დაეწერა და ამბობს რომ ეს -1-ია რა. რადგან ამბობს -1-ია, ესე იგი ეს არის უარყოფითი. ეს რაც ხო, ეს რაც არის უარყოფითი. ეს რაც არის +1.
შესაბამისად გამოდის, რომ ჯამში ამის მნიშვნელობა არის უარყოფითი და უარყოფითი წინ მინუსი აქვს. ეგ დადებითი ხდება. და დადებითი რო ხდება, ერთს ემატება რა, დადებითი ერთზე მეტი რიცხვი და ნუ მაქსიმალური ნულსა და დადებით რიცხვს შორის არის ეგ დადებითი რიცხვი. იგივე ხდება, როდესაც y არის -1 და ამან დადებითია თქვა რა. იმიტომ რომ ანუ მანდაც ამას გამრავლებ ერთმანეთზე, ამის ნიშანი არის მინუსი, პლუსია და გვაქვს მერე მაქსიმალურ შორის ეს რიცხვი. გასაგები ესე? და ანუ თუ ნულისგან განსხვავებული რიცხვი მივიღეთ, ესე იგი არასწორად გამოიცნო. ხო, ანუ მთელი მიზანია მაქსიმალური ნულსა და ამას შორის რო წერი არის ეგ რა. თუ დადებითი რიცხვი, ანუ ხო, თუ დადებითი რიცხვია რა, ანუ კი არა, მოდიში. თუ ეს არის უარყოფითი რიცხვი, მაგ შემთხვევაში ნიშნავს, რომ არასწორად გამოიცნო და არასწორად გამოიცნო ნიშნავს თავისთავად იმას, რომ წონა უნდა შევცვალოთ რა. და ანუ უბრალოდ რაც ესეთი ფორმით ეგრე დააჯინეს, ასე რომ ვთქვათ რა, რაც ანუ ემუშავა რა. თუ ვერ გაიგე, ვეცლები უფრო მისე ახსნა, მე რა სხვანაირად. დაახლოებით გასაგები არის. ხო. ოკეი. კაი, რამე სხვა კითხვა? ოკეი, კაი. მაშინ გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე, რაც არის უკვე არაწრფივი მონაცემების გაყოფა. ანუ არაწრფივი მონაცემების გაყოფისთვის არაწრფივი მონაცემები რო გვაქვს გასაყოფი, ნუ აი ამ შემთხვევაში რა SVM-ი რავი, ალბათ მაგამდე რაც ვსწავლეთ, დიდად ვერაფერს ვერ გამოვიყენებთ. შესაბამისად, რაიმე სხვა მეთოდი უნდა მოვიფიქროთ იმისთვის, რომ მსგავსი მონაცემები გავუყოთ რამენაირად. და ეგეთი მეთოდი რაც შეიძლება მოვიფიქროთ არის, რომ აი შემდეგ სლაიდზე ეწერება ალბათ. ხო. მოდი ეს feature input feature ვექტორები გადავიყვანოთ უფრო მაღალ განზომილებაში და მან ვცადოთ გაყოფა. ეგ რას ნიშნავს, რომ რაღაცა, ნუ კერნელი არის ეგეთი მათემატიკური ფუნქცია, რომელსაც გადაყავს დაბალ განზომილებიანი input-ი მაღალ განზომილებაში. ამ მაგალითზე ძალიან კარგად ჩანს, რომ ანუ შეგინდ გვაქვს წერტილები, რაც ერთ კლასს განეკუთვნება და გარეთ არის წერტილები, რომლებიც მეორე კლასს განეკუთვნებიან. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ტრანსფორმირება გავუკეთოთ ამ სივრცეს ისეთნაირად, რომ ეს წერტილები ზემოთ გაიჩნდოს, ესენი ქვემოთ გაიჩნდოს. და მერე ხაზი გავყოლოთ რამე რა. ნაუ იგივე შეგვიძლია აქ ხარ ამას თუ არ ხვდებით, რაც რო, ანუ ეს რო რაც სიბრტყე რო იყოს ეს რაც არის და შუაში უბრალოდ რაც ამობურცო რა, ანუ ამოწიო ეს. როგორც კი ამოწეო, მე შეგიძლია ეს ქვემოთ გადაჭრა რა. თუ ისე ამოწეო, რომ ესენი კიდე დაბლა იყვნენ და ესენი ცოტა ზემოთ რა. და ნუ ასეთნაირად იყოფა და. მაგრამ ეხლა კითხვა არის, რომ აი ამის ტრანსფორმაცია რავი, რამდენაირად შეიძლება რა. შეიძლება აკვადრატება გვჭირდებოდეს, რაღაცა რავი, ლოგარითმი რამე რომე ან უამრავი გზა არის, რომ რაღაც გააკეთო, ანუ ეგ გაყო. არა. დატა იმდენაირი არის, რომ ამ მაგალითზე შეიძლება მარტივი იყოს რაღაც ეგეთის მოფიქრება, რომ გაუსიანი ან რამე იყოს თუ თქვა. რაღაც ეგეთი, მაგრამ ზოგადად გვინდა რაღაცა თული, რომელიც ასე თუ ისე მარტივად გააკეთებს ყველა მაგ პრობლემას, რა, გადაჭრს. ძალიან საინტერესოა ის ნაწილი, რომ კერნელის რაც
შეუძლია ნებისმიერ განზომილებაში გადაიყვანოს ეს ჩვენი input feature-ები. და იქ ნებისმიერი განზომილება შეიძლება იყოს უსასრულო განზომილებაც. და მიზანი შეგვიძლია ახლა დავუსახოთ ეგრე, რომ მოდი კერნელით გადავიყვანოთ სხვა განზომილებაში და შემდგომ მაგაზე მოვუდოთ რაღაცნაირად SVM-ი, რომ მას ვქნათ რა ქვია. გავაკეთოთ კლასიფიკაცია. მაგით შევძლებთ იმას, რომ არაწერფივი data დავაკლასიფიციროთ. ხა ავხსნი ყველაზე ცნობილ კერნელს. ხა ეს არის RBF-ი radial basis function-ი ქვია. და კიდე გაუსიან კერნელს ეძახიან ხოლმე თუ სწორად მახსოვს. მიზანი რა არის ხა? რეალურად კერნელი, ანუ ეს ფუნქციას რო შევხედოთ რა ხდება აქ. x-სა და y შორის სხვაობა, რომ a კვადრატ, ანუ სხვაობის კვადრატი ნიშნავს უბრალოდ დისტანციას ამ ორ ვექტორ შორის. რაც ანუ ორი წერტილი რო გვაქვს, ამ შორის რავი მანძილი რა არის? ეგ მარტივია. მინუს გამა არის ვარიაციის განსაზღვრელი რა. აი, გაუსიანში რო ყოფთ ხოლმე 2 სიგმა კვადრატი, ეგ არის ჩათვალე. და ექსპონენტი აქვს მოდებული რა. ახლა როგორ იქცევა ეს ჩვენი ფუნქცია? ჩვენი ფუნქცია იქცევა შემდეგნაირად, რომ თუ ორი წერტილი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან, მაგ შემთხვევაში ერთთან ძალიან ახლოს არის კერნელი და თუ არის დაშორებული, მაგ შემთხვევაში ნულს უახლოვდება რა. და აი როგორც გაუსის ფორმა არის და ვარიაცია საზღვრავს ეს გაშლილი იყოს თუ ესეთ შეწეული იყოს, იგივენაირად გასაზღვრავს ჩვენი გამა მაგ ფუნქციას. და პრაქტიკაში hypertune პარამეტერ tuning-ი უნდა გავაკეთოთ მე იმის გამო, რომ დავადგინოთ რა არის კარგი გამა, იმიტომ რომ რა cyber პარამეტრია რა. აი ხა, ანუ უცნაურისა რომ რეალურად ეს RBF-ი არის უსასრულო განზომილების კერნელი, ასე რომ ვთქვათ რა. და რატო? მე ხა ეკითხვა. და მაგ კითხვის პასუხი არის, რომ ტეილორის წკრივები არსებობს ეგეთი რაც. ძალიან დეტალებში არ გვინდა ეს ყველაფერი, უბრალოდ ტეილორის წკრივებით შეგვიძლია გავშალოთ ჩვენი ეს კერნელის ფუნქცია. და ხო, მაგას როგორ ვაკეთებთ რა? ანუ რაც ფორმულა ჩავსვათ უბრალოდ ამ ყველაფერს მერე და რო ჩავსვათ, მივიღებთ შემდეგნაირ რაღაცას, რომ ეს არის რაც ორგანზომილებიანი ტრანსფორმაცია. ერთგანზომილებიანი ტრანსფორმაცია, მერე ორგანზომილებიანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ესაა უსასრულო მწკრივი არის. ანუ რეალურად ვაკეთებთ რაც უსასრულო ტრანსფორმაციას. მაგრამ ხა ამის დათვლა ესე და რაც ანუ კერნელს ზოგადად აქ არ მწერია მგონი არსად, მაგრამ კერნელს ზოგადად აქ რაც ეგეთი განმარტება, რომ კერნელი XY არის ფიქსიური გამრავლებული Fx ჟეურზე რა. აქ რა წერია. და ამის დათვლა რაც ანუ შეუძლებელია რა ჩავთვალოთ. შესაბამისად რაც გვინდა რომ რაიმე ხრიკი გამოვიყენოთ, რითიც რეალურად აუცილებთ ამას თავიდან რა. და ეგ არის რომ რადგან ჩვენ უბრალოდ pairwise დისტანციებს ვითვლით, შეგვიძლია მარტო ეგ dot product-ები დავთვალოთ მაღალ განზომილებაში და ეგენ ვიქონდეს. შემდგომ, ანუ ეგენი გამოვიყენოთ, ეგ mapping-ები გამოვიყენოთ, მერე SVM-ის დასატრენინგებლად რა. რაც ესეთ ფორმას ვიღებთ, fx ტოლი არის ამის. და ანუ ამას მერე რაც თავისი ისინი აქ რა ქვია. ოპტიმიზაციის solution-ი აქვს.
მაგრამ მე მგონია რომ ანუ ამის ახსნა არ იქნება ეგეთი საჭირო, იმიტომ რომ არაფერში არ გამოგვადგება. ერთადერთი რაც უნდა ვიცოდეთ არის რომ RBF შეუძლია რეალურად მაღალ განზომილებაში გადაიყვანოს მონაცემები და არაწრფივი მონაცემები გავყოთ მე რამენაირად ამით შედარებით დაბალი კომპიუტერით. ხო, მეგა. ნუ ხო, RBF-ს აქვს ცალკე ეს პარამეტრი, რომელსაც დავადვინგებთ მე. მე შეგვიძლია ვიცოდეთ მე ეფსე. კაი, რა მეკითხო ხო არ გქონდა. რაც ძალიან ჩქარა მეუყვები მგონდა. არ ვიცი. ოკეი. მაშინ არა, ეს საწესი თვალ სლაიდი. შევაჯამოთ მაშინ. რაც გავიარეთ, ცოტა ისეთი გამოვიდა რომ ჩქარა გავიარეთ თითქოს, მაგრამ დავალებას დავდებ მე და დავალებაში უკვე აი პრაქტიკული ცოდნა მთავარია პრაქტიკული ცოდნა გქონდეს კაი რა და თეორია გამოვიყენოთ მე მაგის გასაგებად რომ რატო ვაკეთებთ ვიცოდეთ. კარგი, ხა ხო გავიმეოროთ. შევაჯამოთ ეს ყველაფერი. ორი სტილის მოდელები განვიხილეთ, ანუ ერთი იყო გენერაციული სტილის მოდელები, მეორე იყო დისკრიმინატიული. გენერაციის მუღამი რეალურად უმეტესად ის არის ხოლმე რომ რაღაც მონაცემების გენერაცია გავაკეთოთ, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ გენერაციული მოდელი ისე რომ კლასიფიკაცია გავაკეთებინა და არა გენერაცია. ხო, გენერაციული მოდელები ბევრად უფრო კომპლექსურია, ძალიან ბევრი სტილის გენერაციული მოდელებია, რასაც მე მომავალშიც ბევრს გადააწყდებით ამ კურსის განმავლობაში. ხო, რთულია, ასევე. ბევრი პარამეტრი არის და ბევრად მეტი რამის სწავლა გჭირდება იმისთვის, რომ კარგად განსაზღვრო. ბაისის მთელი სიმარტივე იმაში არის, რომ ვაკეთებთ ესამშენს. და საჭირო რომ ეგ ესამშენი გვახსოვდეს ყოველთვის რა არის, რომ ვამბობთ, რომ input feature-ები ერთმანეთისგან არის დამოუკიდებელი. ეს არის ხო რაც მთელი მუღამი ამისა. ნუ მეორე მხარეს გქონდა SVM ძალიან კარგი არის უკვე დისკრიმინატულ მოდელებში. კარგია, იმიტომ რომ შეუძლია წრფივი მონაცემების გაჭრაც და არაწრფივი მონაცემების გაჭრაც თუ გამოვიყენებთ kernels. და ნუ უმეტესად SVM-ში იგულისხმება ხოლმე რომ რაც მარტო ის არ გვაქვს რა, ანუ kernel-თან ერთად ვაკეთებთ მაგას. ხო, და რა. ხო, ეგ არა, ალბათ. რა მეკითხო ხო არ გქონდა. არა. ოკეი. მაშინ ალბათ შეგვიძლია დავამთავროთ ლექცია. ამაჩეს სახლო ნახე, კომენტარი, მაგრამ არ ვიცი რაზე არის. კოდი არ მაქვს არაფერი გამზადებული კოდი, მაგითო ვერ ნახოთ. შემიძლია, არ ვიცი, შემიძლია დავწერო. მეჭობა რომ ესე პირად შემიძლია დაწერა. მაგრამ Gemini-თან რამის სახმარებით კი დავწერო. დავალებას დავდებ და კოდს გავამზადებ, რომელსაც დაგიდებთ. რომ ვიცოდეთ რა როგორ შეიძლება გამოვიყენოთ.
კარგი. მაშინ შეგვიძლია დავამშვიდობოთ ერთმანეთს. ნახვამდის. ნახვამდის. კარგად. ნახვამდის. მადლობა ნახვამდის. ნახვამდის.